ალბათონო ანა. მე ვიცი რომ თქვენ ამ თემას იკვლევთ ძალიან სიღრმისეულად, მითებს. და მითებში არის თითქოს და ჩამარხული ერთგვარად პროტოქართული რასის დიდება და დიდებული საქმიანობები, თითქოს აქ არის დამალული ყველა ის საიდუმლო, რომელიც ქართველებს დღემდე ახასიათებს და გამოარჩევს სხვა ქვეყნის ხალხებისგან. რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში ვერ ვერკვევით? აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ ახლა თქვენ, რომ ჩვენს მითოლოგიაში ჩამარხული არის ჩვენი ისტორია. მე ამ ისტორიას დაუწერელ ისტორიას ვეძახი, იმიტომ რომ იქ ამოსაკითხია და გასაშიფრია მთელი რიგი ონომასტიკური ერთეულები, ანუ სახელები, საკუთარი სახელები, რომლებიც სინამდვილეში წარმოადგენენ არაჩვეულებრივ ენობრივ ერთეულებს, ანუ ჩვენ ვიცით სახელი როგორც სახელის წოდება როგორც ხდება ნომინაციური თეორიის მიხედვით, მაგრამ აქ ჩვენ სრულიად განსხვავებული მექანიზმები გვხვდება. ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ამირანიანი. აღმოჩნდა, რომ ამირანიანი სინამდვილეში წარმოადგენს გარკვეულ ჩარჩოს, გარკვეულ როგორ გითხრათ პროექტს, შეიძლება ითქვას, რომლის ფარგლებშიც ვითარდებოდა საერთოდ კაცობრიობა. ეხლა ცოტა ეს შეიძლება ხმამაღალ ნათქვამად ჩამითვალოს ვინმე, მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ მთელი კაცობრიობის განვითარებას თუ შევხედავთ განზოგადებულად, შორიდან, აი რაღაცნაირად ვაბსტრაგირდებით აქედან დავინახავთ, რომ სამი ძირითადი პუნქტი, რომელიც იფარავს ზოგადად კაცობრიობის განვითარებას, ეს გახლავთ ადამიანის წარმოშობა, ანუ საზოგადოება, კაცობრიობა როგორც ასეთი, რომელიც მომდინარეობს კრომაგნონის ხანიდან და მოგეხსენებათ ზედა პალეოლითის ეპოქა გახლავთ, მეორე საიდუმლოება, ასე ვთქვათ, დაფარული, რომელიც ვერაფრით ვერ გახსნა კაცობრიობამ, მეცნიერებამ, მთელი მსოფლიოს ეს გახლავთ ცივილიზაციის საწყისები და მესამე ეს გახლავთ დამწერლობის წარმოშობა. აი ეს სამი საკითხი იკვეთება როგორც უპირველესი იმისათვის, რომ გავიგოთ თუ აი ის პრობლემური შეკითხვები, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე აწუხებს კაცობრიობას ზოგადად და ჩვენც რა თქმა უნდა ქართველებსაც ვინა ვართ, საიდან მოვდივართ, რატომ არის რომ ჩვენ ესეთი განსაკუთრებული დამწერლობა გვაქვს, რატომ არის რომ ჩვენ ასე განსაკუთრებულად გვიყვარს ხო ჩვენი ენა, ჩვენი დამწერლობა და ბოდიში და კბილებით ვეკიდებით, ხო ამას ვებღაუჭებით. აღმოჩნდა იმიტომ რომ თურმე ეს გენეტიკურად გვიდევს. ეხლა მოგახსენებთ, აი იმ სამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა ხან ვახსენე, ყველა სამი პრობლემა ქართველურის და ქართველური ფენომენის გარეშე უკაცრავად, რომელშიც მე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ქართველურ ენებს და ქართველურ კულტურას, ვერც ერთი აი ეს საკითხთაგანი ვერ ამოიხსნება. და ეხლა ძალიან მოკლედ მოგახსენებთ, თუ ამის საშუალება არის, თუ როგორ იხსნება აი ეს თითოეული მათგანი. ზედა პალეოლითის ხანიდან მოყოლებული ეს ცნობილი ფაქტი, რომ თანამედროვე ევროპელი, თანამედროვე ადამიანი, მოაზროვნე ადამიანი მოდის ზედა პალეოლითიდან, ძირითადად იგულისხმება 45,000 წლის წინა პერიოდი, აღმოჩნდა, რომ თურმე დიახ ასე ყოფილა და ეს დაფიქსირებული არის საფრანგეთისა და
ესპანეთის ტერიტორიებზე იმ უზარმაზარ მღვიმეებში, მუზეუმებში, რომლებიც შექმნილი იყო აი ამ უძველესი ადამიანის მიერ. მე აქ რა თქმა უნდა ლაპარაკი მაქვს ალტამირაზე, რა ვიცი, ძალიან ბევრი ხა უცებ რატომღაც სახელი გამომიმარდა თავიდან, მაგრამ არა უშავს. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთ ასეთ გამოქვაბულში არა. ეს ადამიანები ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში და ეგრეთ წოდებულ ღია სადგომებში. ეს ღია სადგომები კლდოვანი ღია სადგომები იყო და აი ესეთ ერთ-ერთ ღია სადგომში აღმოაჩინეს სულ პაწაწინა 6 სანტიმეტრის სიდიდის ირმის რქის ნატეხი. ამ ირმის რქის ნატეხზე გამოსახული არის ირმის გავა და მშობიარე ქალბატონი. ეს აღმოჩენა მოხდა დაახლოებით 1 საუკუნის წინ და იმის შემდეგ მეცნიერები თავს იტეხავდნენ, რომ გაეგოთ რას ნიშნავდა ეს და სხვათა შორის ძალიან არასასიამოვნო თეორიები იყო ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული. საქმე რაშია? როდესაც ამას შეხედავთ და როდესაც ამას გაშიფრავთ, ეს არის ვირტუოზულად შესრულებული ნაკაწრის საშუალებით პაწაწინა არტეფაქტი, რომელიც გვამცნობს ჩვენი ამირანის დაბადებას. ეს არის სასწაული. ეს დათარიღებულია ეს პაწაწინა რქის ნატეხი. უბრალოდ მე რომ ცოდნო და ილუსტრაციებს წამოვიღებდი, რა თქმა უნდა, ალბათ შემდეგში ვაჩვენებ ჩვენს ტელემაყურებლებს და შემდეგში მე უკვე გავშიფრე ეს ნახატი, იმიტომ რომ როდესაც მიხვდები, რომ აქ სინამდვილეში აღწერილი არის არა ეს რაღაცა შერყვნილი ურთიერთობა ადამიანებსა და ცხოველებს შორის, არამედ თურმე იქ მშობიარე დალია, ნაჩვენები, რომელმაც უნდა ხარიშვას და ყველა ეს დეტალი მოცემულია ამ პაწაწინა. აი ამ პაწაწინა რქის ნატეხზე, იცით უკვე ჯერ ერთი გეამაყება რაღაცნაირად და მეორე, როდესაც ფონური ცოდნა გაქვს ამირანიანის, ის უკვე იწყებს კარნახს. და კარნახობს, რომ აი ამ ნახატში კიდევ სხვა რაღაცა სურათიც უნდა იყოს. და საბოლოო ახლა მე ეს წიგნი გამოცემულია, ამ ზაფხულს გამოვეცი ეს ნაშრომი ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად. მას ქვია ლაფემე ორენე, რაც ნიშნავს ირემი და ქალი, ლაფემე ორენე და ამირანიანი კაცობრიობის ჩარჩო პროექტი. რატომ? იმიტომ რომ ეს აი აქედან დაიწყო სწორედ ყველაფერი და ყველაზე საინტერესო იცით რა მოხდა. როდესაც უკვე შევყევი აი ამ პაწაწინა გრავიურის გამოკვლევას, აღმოჩნდა რომ მასში შესული დეტალები, როგორიც არის მაგალითად ირმის გავა, ან როგორიც არის მაგალითად მშობიარე ქალი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თურმე ცალ-ცალკე აღებული სხვადასხვა ეპოქებშიც ყოფილა, სხვადასხვა გამოქვაბულებში ნაპოვნი. ანუ მოხდა ისე, რომ აი ეს გრავიურა, რომელიც დათარიღებულია სავარაუდოდ, იმიტომ რომ გონიან ვარაუდობენ, რომ შეიძლება კიდევ უფრო ძველი იყოს, მაგრამ ამჯერად არსებული დათარიღება არის 13500 წლის წინანდელი. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს გაცილებით ძველია და მე რომელი სურათები ისინიც, რომელი აი ნახატების პატარა ქანდაკებების და ასე შემდეგ აღმოვაჩინე უკვე კვლევის პერიოდში, ისინი ჩადიან 28,000 წელზე. ეს კოლოსალური მასალაა და კიდევ ერთი საინტერესო რამ და ამით დავამთავრებ, რატომ არის ამირანთან ძალიან დიდი კავშირი ამ პაწაწინა გრავიურს, გახლავთ ის, რომ ამავე ნახატში მოცემული არის ხარის თავი. და ეს ხარის თავი არის და ეს ხარის თავი გამოსახული არის მშობიარე ქალბატონის მუცელზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქალბატონმა უნდა შვას ხარი და გვერდით სამ ადგილას წერია გაოცდებით ქართული ასომთავრული ხარი. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, რა უნდა სამჯერ ქართულ ასომთავრულ ხარს
13500 წლის გრავიურაზე საფრანგეთში ღია კლდოვან თავშესაფარში სადღაც მიგდებულ ადგილას რომ იყო. იგი პირდაპირ გეუბნება ყვირის რომ მე ქართული ვარ და შემდეგ უკვე როდესაც ამბანური ნიშანი დავინახე იქ და მე ვიცოდი რომ არსებობს იცით ასეთი შეხედულება დასავლეთში ამ ზედა პალეოლითის ნახატებთან და არტეფაქტებთან კვლევასთან დაკავშირებით რომ აი ეს რაღაცა გარკვეული გეომეტრიული ნიშნები დამწერლობას უნდა წარმოადგენდეს და ამ ხარის ასონიშნის აღმოჩენას ჯერ ერთი ჩვენი დამწერლობა გადააქვს ამ შემთხვევაში 13500 წელს ეს კოლოსალური ციფრია, იმიტომ რომ მთლიანად მთელი პარადიგმა დამწერლობის განვითარებისა, ცივილიზაციის განვითარებისა, შუმერი გინდათ თუ ეგვიპტე გინდათ, ვინც გინდათ, მთლიანად ინგრევა. ხო, იმიტომ რომ დამწერლობა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური თვისება, რომელიც გააჩნია ცივილიზაციას. დანარჩენი ქალაქმშენებლობა იქნება ეს თუ ხელოსნობის განვითარება და ასე შემდეგ რელიგიის წამყვნა. ესენი სულ ყველა შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ამ ცოდნის დაფიქსირება არ მოხდა დამწერლობის საშუალებით, ყველაფერი იკარგება და აი სწორედ ეს ქართული ასომთავრული ხარი, რომელიც აი აქ არის მოცემული 13500 წლის გრავიურაზე, თქვენ გეუბნებათ რომ მე ვარსებობდი და ქართული როგორ ვთქვა იცით, ეს ჩვენი ქართული ამირანი უბრალოდ ჩვენი ხო ღვთაებაც იყო, ადამიანიც იყო, მაგრამ გააჩნდა ზოომორფული სახეც, ხო? და მისი ზოომორფული სახე იყო ხარის ტყავი, ხარი იყო თვითონ, ამიტომ ხარის ნიშნის აღმოჩენა ამ გრავიურაზე, სადაც დალის, ასე ვთქვათ, მშობიარე ქალის მუცელზე გამოხატულია ისევ ხარის თავი, თქვენ უკვე გეუბნებათ იმას, რომ ეს შემთხვევითობას არ მიეწერება. ეს ხარი, ანუ ნიშანი აბსტრაქტული და ხარი, რომელიც ხატია პრაქტიკულად, აი ამ გრავიურაზე ერთი და იგივე შინაარსობრივად, სემანტიკურად ისინი ერთ უზარმაზარ სისტემას ქმნიან. დავამატებ ერთ პატარა რამეს, ბოდიში გამიგრძელდა ცოტა. როგორ გეკაროვა ძალიან საინტერესო. შემდეგ დავიწყე იმის ძებნა, თუ შემხვდებოდა კიდევ სადმე სხვაგან ქართული ასომთავრული ხარი. დიახ, შემხვდა და ერთ-ერთ გამოქვაბულში, ისევ საფრანგეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სამწუხაროდ ისევ სახელი დამავიწყდა, აღმოჩნდა დაახლოებით იქ არის 1000-მდე მამონტის გამოსახულება. უზარმაზარი გამოქვაბული გახლავთ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამონტი, რომელსაც უძახიან the patriarch, ანუ იმდენად დიდია თავის ზომებში, რომ პატრიარქს უწოდებენ მას, მასზე 5ჯერ გაქვთ დაწერილი ქართული ასომთავრული ხარი. რაც იმას ნიშნავს, რომ ესე იგი, არათუ 13500 წელი, რომლითაც დათარიღებული არის ეს გრავიურა, არამედ 28,000 წლის წინათ შესრულებულ ამ კედელზე მამონტის გრავიურაზე ჩვენ 5ჯერ გვაქვს დაწერილი ქართული ასომთავრული ხარი, რაც იმას გეუბნებათ, რომ ეს შეცდომა შეუძლებელია რომ იყოს. მე სხვაგანაც მივაკლია, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ კიდევ ჩაყოლაა საჭირო, შესწავლაა საჭირო, მაგრამ აი ეს ხარის ხაზი სულ ვითარდება. ეს რაც შეეხება დამწერლობას, რომელიც ანგრევს ფაქტობრივად აი ამ მთელს, ასე ვთქვათ, პარადიგმას დამწერლობისა და კაცობრიობის განვითარებისა ზოგადად და ჩვენი ამირანის არსებობას აი ასეთ უშორეს დროს და თანაც საინტერესო ის არის, რომ თუ თქმულებები არ არსებობს, ანუ სემანტიკა თუ არა გაქვს, სისტემა თუ არა გაქვს, ხო, ცოდნაში ვერ დახატავთ იმას, რაც იქ არის და იქ არის გამოხატული თვითონ ამირანი პატარობისას, როდესაც ის არის ხარის ტყავში შეხვეული, ესეც აგაქვთ, რომ ის არის ღვთაებრივი წარმოშობის და ნიმბიაკ ისიც აგაქვთ, რომ შემდეგ უკვე მოწიფულობის ხანაში იგი ჯაჭვებით არის დაბმული, ესეც აგაქვთ. კიდევ ვიმეორებ, 6 სანტიმეტრის მქონე გრავიურაზე და გაქვთ კიდევ ამირანის მამის სახე. ნუ ეს იქვე გაქვთ ამირანის დანა, რომლითაც ის დაიბადა და რომლითაც, ნუ აქ რა თქმა უნდა
ერთი და იგივე საგნის შრეობრივი ამოკითხვა უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ქალი რო წერს ეს ქალბატონი ხო მე მას უკვე დალის მეძახი დალი რომ წერს მუცელში აქვს ჩარჭობილი დანა. ეხლა თქვენ სულ ძალიან ადვილად მიხვდებით რომ ეს ან სულ კალმახის მიერ ჩარჭობილი დანაა ხო სწორია მუცელში, მაგრამ მე როგორც დანა როგორც ან საკეის რო კვეთაა კი ბატონო იარაღი გაქვს შედის, მაგრამ ეს იარაღი იგივე იარაღია რითიც დაიბადა ამირანი ხო სწორია. ანუ ჩვენ აქ უკვე შრეობრივად ერთიც უნდა წავიკითხოთ, მეორეც უნდა წავიკითხოთ და არაჩვეულებრივად არის კიდევ იქ მოცემული თუ სათხდება მთელი ეს მოქმედება. ეს ხდება რომელიღაც გამოქვაბულში და ეს გამოქვაბულის ნაშრომი მოკლედ ვისი თქმა მინდა ეს არის არაჩვეულებრივი არტეფაქტი, რომელსაც უნდა ასე მარტო უბრალოდ შესწავლა კი რამზე მთელი ფილმი შეიძლება ადამიანმა გადაიღოს და აგერ გვიზის კინოდოკუმენტალისტი იქნება არაჩვეულებრივი მასალა იმისათვის რომ ჩვენი ამირანიანი ისევ და უბრალოდ უკაცრავად თუ შეიძლება ერთ დეტალს დავამთავრებ, როდესაც წიგნი დამთავრებული მქონდა და უკვე ბოლო რედაქციებს ვაკეთებ და იღლები ხო ამ დროს სულ 100 უნდა წაიკითხო შეცდომა არ გაგეპაროს ასე და როდესაც ვხედავდი რომ უკვე ვეღარ ვახერხებდი ამის გაკეთებას ყურადღება უკვე მეფანტებოდა მე თქვი და Facebook-ს სკროლავდი რაღაცებს ვათვალიერებდი და უცებ ვხედავ The Stone of Tolentino ანუ ტოლენტინოს ქვა და შევხედე და ჩვენი დალი ისევ იქ არის. ანუ იტალიაშიც აღმოჩნდა და შემდეგ გაუკეთე წიგნს პოსტსკრიპტუმი. რასაც ბატონი გიამბობდა ზუსტად აი მაგ ყვალს მიყვებით თქვენ. ხო, ეს უბრალოდ არის გაცილებით უფრო სიღრმისეული, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანების გაჩენაზე. Homo sapiens-ის გაჩენაზეა საუბარი. და იქ Homo sapiens-ის გაჩენასთან თქვენ გაქვთ ამირანიანის თქმულების გამოხატულება და არა ერთ შემთხვევაში, არამედ მთელ რიგ არტეფაქტებში და მთელი ეს მუზეუმები ხო ხარით არის მოხატული და ამათი შესწავლა კიდევ საერთოდ მეორე საკითხია და აქვე გაქვთ თქვენ ქართული დამწერლობას. მე სხვა ისინიც ვნახე არტეფაქტები და იქაც აგვაქვს სხვა ასო ნიშნებიც აგვაქვს ჩვენი ქართული, მაგრამ ეს უკვე ცალკე შესწავლის საგანია.